ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ლევან გოთუას პირადი ფონდი ეროვნულ არქივში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საარქივო ფონდში დაცული მასალების ყოველკვირეული მიმოხილვის გამოქვეყნებას აგრძელებს. ლევან გოთუას პირადი არქივი ეროვნულ არქივს თავის დროზე მისმა მეუღლემ გადასცა. პირადი ფონდი 583 საქმეს მოიცავს. მწერლის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტებიდან მნიშვნელოვანია მისი ისტორიული რომანი გმირთა ვარამი. არქივში რომანის 4-ვე წიგნის ხელნაწერია დაცული. ვიკა ბუკიადი ამბობს. წერდი კედლებზე, თაბაშირზე, ჯამის ძირზე, სკამის საჯდომზე, თუნუქზე, კასრის თავზე. ასე წერდა გმირთა ვარამს გადასახლებაში მყოფი ლევან გოთუა. ციმბირში არც კალამი იყო და არც ფურცელი, თუმცა გაზეთების არშიებზე გაკეთებული მინაწერები ისტორიულ შედევრად მაინც აქცია. ლევან გოთუას პირველი რომანი დღეს ეროვნული არქივის საკუთრებაა. ისევე როგორც მისი მოთხრობები, ჩანაწერები და საზოგადოებისთვის უცნობი ის ლექსები, რომელიც უკმაყოფილო ავტორის რისხვას გადაურჩა. პალისცესტებს უწოდებდა გმირთა ვარამის პირველ ფურცლებს, რომელსაც ჩუმად საიდუმლოდ აგზავნიდა და იმიერპოლარეთიდან საქართველოში. ესეთი ბედი ჰქონდა ამ რომანის პირველ ნაწილს და შემდგომ მის მეორე ნაწილსაც. იმიერპოლარეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ლევან გოთუამ მთელი საქართველო კარდაკარ მოიარა. მის სახელს უკავშირდება თრეხვის ქვაბებში მე-11 საუკუნის წარწერიანი ქვის ფილის აღმოჩენაც. სწორედ ამ წარწერამ ცხადყო ლეონტი მროველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის თარიღები. მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები დღეს მის პირად არქივში ინახება. აქვეა სურათები საოჯახო ალბომიდან. ლევან გოთუას პირად ფონდში დაცული ფოტოსურათებიდან ყურადღებას იპყრობს მისი მშობლების პართენ გოთუასა და სოფიო კორნულარიას ფოტოსურათი, ძველად გადაღებული ფოტო, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორი პიროვნებები იყვნენ ისინი, გონი ამ სურათიდან კარგად ჩანს. ეს წერილი ლევან გოთუასთვის ლადო გუდიაშვილს მიუწერია. აქვეა მღვდელმთავარ ლეონიდეს და რევან ჯაფარიძის წერილები. ასევე ვახტანგ ტაბლიაშვილის სამადლობელი ბარათი პიესის ერეკლე მეორის დაწერისთვის. საზოგადო მოღვაწისა და გმირთა ვარამის ავტორის პირად ფონდში დღეს მისი ყველა რომანის, მოთხრობისა თუ პიესის ვარიანტები ინახება. ბატორი ლევანი ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთაგან მე მგონი ერთადერთი ადამიანიც არის, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა იმ პერიოდს, რასაც საბჭოთა 64 ერქვა, იმდენად, რამდენადაც ბატონ ლევანს გატარებულია გადასახლებებში 22 წელი. ასე ლამაზად ულოცავდა ლევან გოთუას მცხეთელი მებაღე მამულაშვილი. კითხველებისგან გამოგზავნილ ბარათებს უპასუხოდ არასდროს ტოვებდა. ის კი უყვარდათ როგორც მწერალი, როგორც ადამიანი და როგორც ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი, გაუგონარი რეპრესიების მსხვერპლი ლევან გოთუა.